მეგობრებო, გამარჯობა. დღეს ძალიან მაგარი ვიდეო გეელოდებათ. აი, აქ მაქვს ყველაზე ხშირად დასმული კითხვები, რაზეც მე და მართამ უნდა ვუპასუხოთ. აქედან არის 8 კითხვა, რასაც ყოველთვის ყველა გვეკითხება თითქმის და 2 მოქმედება. ეს 2 მოქმედება არც თუ ისე სასიამოვნოა. შესაბამისად, ვისაც ამოუვა, იმას მოუწევს არა სასიამოვნო რაღაც გაკეთება. თქვენ შეგახსენებთ, რომ არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, რადგანაც როგორც კი 25000-ნი გავხდებით, ეგრევე დავიწყებთ კვირაში 2 ვიდეოს დადება. რაც ვიცი, რომ ძალიან ბევრს გინდათ, იმიტომ რომ ბევრი გვიკომენტარებთ და ბევრიც წერთ. მოკლედ, გამოგვიწერეთ და დავიწყეთ. და მოდი მანამ მე დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს რა მომივა. კარგი, პატარა ხარ და დაგითმობ. კარგი, აი რაღაცა ქედან ავიღოთ ცოტა. ავიღე და ხობავთ თუ არა რამეზე. კაი, მიდი ახ გუწრფელად თქვი. მოკლედ მეგობრებო, გამახსენდა 2 რაღაცა. მოკლედ პირველი ის არის, რომ დილით არ მაღვიძებს ხოლმე, არა და ვეუბნები რომ გამაღვიძოს და ამ დროს მეუბნება ხოლმე რომ ღვიძებდა, მაგრამ მაღვიძებ და იცი როგორ მართა ადექი, აბა როგორ უნდა გაგაღვიძო? ცოტა მოდი და რაღაცა რა, დილით გცემო? არა, მაგრამ ხო შეიძლება მოხვიდე მართა ადექი, რას გავიებ ეგრე? გესმის ხოლმე და მცემ პასუხს და სხვა რაღაცა საჭირო. არა მესმის ხოლმე. კარგი, მეორე. მეორე კი ის არის, რომ ვეკითხები რაღაცას და არ მცემს პასუხს. თავის გამართლება. ანუ საერთოდ თავის გამართლება. მთელი დღის განმავლობაში მეკითხება რაღაცებს. მე ვმუშაობ დისტანციურად სახლიდან. რაღაცებს ვაკეთებ, ხედავს რომ კომპიუტერში 9 მილიონი ფაილი მაქვს გახსნილი, არ ვიცი, ტვინიდან ამომდის რაღაცები, იმდენად მუშაობ და მოდის და მეუბნება, ან მეკითხება როგორ რაღაცას იცით? აი, არ ვიცი, ეს ხო არის ფურცელი და მოდის და მეკითხება, მანანა, ეს ფურცელია? ჰა? მანანა, ეს ხო ფურცელია? მანანა, ფურცელია ეს და მე ამ დროს აი ესეთი ვარ, აი კომპიუტერში აი ესე ვბეჭდი რაღაცებს და მაგაზე არა. მოკლედ, მაგაზეც ჩხუბობთ. შემდეგი ახლა მე უნდა მოვიღო. როგორ მაინტერესებს ნეტა ის ერთ-ერთი საშინელება მოგივიდეს. მოქმედებას გულისხმობს. რატო ხარ ბოროტი? რამდენი წლისები ხართ? მართა მე რამდენი კლასშია? მოკლედ, მე ვარ 23 წლის, მართა არის 9 წლის და ასრულებს მე-4 კლასს. მოკლედ, მე დავიბადე 2001 წლის 22 თებერვალს და მართა დაიბადა ზუსტად 14 წლის შემდეგ 2015 წლის 22 თებერვალს. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ დღეს გვაქვს დაბადების დღე. ამიტომაც ხო გამოდის, რომ მართა არის ჩემი დაბადების დღის საჩუქარი. და ეხლა ჩემი ჯერია. ეს იყოს აი, ვინ ხართ ერთმანეთის? კითხვა, რომელსაც აი ყველა გვეკითხება. ყველა. არ და ბევრჯერ გვიტყვია. კი და მოკლედ, მე და მანანა ერთმანეთის ვართ დები. მართა არ არის ჩემი შვილი, ერთად ყველამ ერთად გავიმეოროთ. მართა არ არის ჩემი შვილი. მანანა არ არის დედა ჩემი. მოკლედ, როგორც მეხდით უკვე ვართ დები და არ არის მანანა ჩემი დედა, მე არ ვარ მანანას შვილი, ვართ ერთმანეთის უბრალოდ დები. და მე არ მყავს ჯერჯერობით შვილი. რომ ეყოლება გეტყვით. მეგობრებო, ახლა ჩემი ჯერია. ნება, ამოიღე. ინტერე იქნება. ყავთ თუ არა და ან ძმა? კი, ყავს 25 წლის ძმა, ორივეზე უფროსია. ერთად ცხოვრობთ, გელა გურიტიშვილი. და აუცილებლად გადავიღებთ მასთან ერთად YouTube ვიდეოს ერთ დღესაც, ერთ მშვენიერ დღესაც. რამეს მოვიფიქრებთ და თქვენ თუ რამე იდეა გაქვთ, რა შეიძლება რომ გადავიღოთ მე, მართამ და გელამ, დაგვიწერეთ კომენტარებში. ვიფიქრე, გელამ მთელი დღე გვეთხრას, კი. რა მაგარი იქნება? კი, აი უკვე მართლა მოიფიქრა, რომ გელა მთელი დღე გვითხრას, აი მე რეებს გავაკეთებინე. ვაიმე. მოკლედ, გონი მოვიფიქრეთ, ეს იდეა თუ მოგწონთ,
აუცილებლად გითხარით, რომ გადავიღოთ და არ გადაგვაუწყდეს. შენ ჯერია. მართას ჯერია, მეგობრებო. აი რა ეს იყოს. როდის დადებთ კვირაში 2 ვიდეოს? ძალიან კარგი კითხვა არის. კვირაში 2 ვიდეოს მაშინ დავდებთ, როდესაც გვეყოლება 25,000 გამომწერი. და მე მგონია, რომ ძალიან მალე გვეყოლება 25,000 გამომწერი. და ძალიან მალე დავიწყებთ კვირაში 2 ვიდეოს დადებას და ვფიქრობთ, რომ პირველი ვიდეო დაიდება ხოლმე 4 შაბათობით, მეორე ვიდეო დაიდება შაბათობით. ისედაც ძალიან მართლა ძალიან ბევრი ჩვენ გამომწერი გთხოვს ამას და აუცილებლად გავაკეთებთ ძალიან მალე. ამიტომაც თუ გინდათ რომ კვირაში 2 ვიდეო დავდოთ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი გამოწერა, ახალვე გამოვიწერეთ. ცოტა კითხვები გრჩება, მეგობრებო. ცოტა კითხვები გრჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქედან არის 2 მოქმედება. იმიტომ არც ეს არ გვგზლია და ხო. ეხლა. წავიდა. ეგრევე მოქმედება რა? ეს როლე გუნდა მართას ან მანანას. ანუ მართას უნდა ეს როლო გუნდა. ახლა ვიყოფებით. ეს არის ერთ-ერთი მოქმედება. ძალიან უხარია გუნდა რომ უნდა ეს რო. მეგობრებო, ახლა ვიმყოფებით ზემო აჭარაში, კოტეჯში, სახელად ლემანორი. ამ ადგილმა გვიმასპინძლა და აქედან ჩავწერთ რამდენიმე ვიდეოს YouTube-ისთვის და დღეს რომ მოვედით, ძალიან მზიანი ამინდი იყო, თუმცა ცოტა თოვლი მაინც დარჩა. ხო და ახლა ამ ცოტა თოვლიდან მე უნდა გავაკეთო გუნდა და ვესროლო მართას. ამიტომ წავედით. მეგობრებო, ძალიან ემოციური იქნება მგონი. იმიტომ რომ ძალიან სივაგარეთ და ეგ თოვლი ძალიან გაყინულია და უჭონკინეული იქნება რა. იმიტომ რომ საერთოდ მოყინული არის და არ ვატკენ რა თქმა უნდა. მეგობრებო, ეს ამაყინე. მეგობრებო, მგონი ძალიან სახალისო გამოვიდა და ვაგრძელებთ ჩვენს თამაშს და ახლა არის მართას ჯერი. ესე იგი, დაიჭირშენ? აჰა. ესე იგი, იმედი არ მომივახო ის კოკა-კოლა, საჩიფსი უნდა ჩავყარო. მიყვარს რა თქმა უნდა ჩიფსი და კოკა-კოლა, მაგრამ ერთად არა. ოღონდ აიღე. იმიტომ რომ უკვე მოვხოდა. როდის გამოაჩენთ მართას დედას ვიდეოებში? მეგობრებო, ჩვენი არ არის საქართველოში 20 თებერვალს ჩამოდის და ეგრევე რომ ჩამოვა, აუცილებლად მასთან ერთად გადავიღებთ ვიდეოს. დიახ, ვადასტურებ. 20 თებერვალამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და შესაბამისად ძალიან მალე გამოაჩენთ ჩვენს YouTube-ის და TikTok ვიდეოებში, ხო? კი. კარგი. მოდი ახლა სულ დაგვრჩა 2, აქედან არის 1 მოქმედება და 1 კითხვა. არა მოიყვარს. იცი. ჩაყარე. მე მინდოდა. კოკა-კოლაში ჩიფსები და დალიე. ჩაყარე კოკა-კოლაში ჩიფსები და დალიე. სხვა გზა არა, მეგობრებო, უნდა ჩავყარო კოკა-კოლაში ჩიფსები და დავლიო ჩემი კოქტეილი. რეალურად ჩიფსიც მიყვარს და კოკა-კოლაც, მაგრამ ერთად, ანუ ერთმანეთში ჩაყრელი არა. რეალურად ჩიფს რო ვჭამ და კოკა-კოლას რო ვაყოლებ, ეგ მიყვარს, მაგრამ ერთად ეგრევე არ ამგონია. არ ამგონია, კარგი იყოს. კარგი, წავედით. თან დაიბახსოვრე, რომ მთლიანად უნდა დალიო. ანუ ეს თვითონ აი ამ ჩიფსის ისეთი მარილიანი და ზეთიანი აი ეს გრგოლები უნდა ჩაიდო. პირველში ოღონდ ეგენი რა თქმა უნდა დამბალი იქნება ძალიან.
ყველაზე კარგი იქნება. კოკოლას არ შეიძლება დიდად გემო. მოკლედ მეგობრებო, მოვიდა დრო რომ მანანამ დალიოს ეს ფაფა. მოკლედ მეგობრებო, ახლა ერთად გავუკეთოთ ეს უგემრიელესი რა დავარქო არავი კოქტეილი. კოკაკოლა რა თქმა უნდა. უბრალოდ სმუზი. დავუსხათ. აი ცოტა ნებდა ბევრს არ დავუსხავ. როგორ სახეებს იღებს არ იცით. მიხედავთ უბრალოდ. აი ბევრი არ გავუკეთე, მაგრამ იყოს მაინც. და ჩიფსი. ჩამომატოთ, აი. ვაიმე, დავაპნი არა უხმის. კარგით. აი, იცით როგორ ხალხმა როგორ გამოიყურება რა კარგია. კარგი თამასი ხვავე, ავიღებ. რა გემრიელია, ხო? მოდით ახლა შევოვიდეს ეთერში მანანა. ვარიცოდეთ და დაგემოვნოს ჩემი გაკეთებული სმუზი, რომელიც არის 2025 წლის ექსკლუზივი უბრალოდ. ეს არის ჩემი სასმელი. ძალიან გემრიელად გამოიყურება. კი ხა. გაგვიმარჯოს. ეს გაგვი. ახლა ამო მივაყარა. რინაც კი მაგჯებს ხოლმე ჩა. კარგია. ჩა. სანუ. ძალიან გემრიელი იყო. გემრიელესი იყო მეგობრებო. ისტერიკა დაიმართა. შოქში ვარ. ძლივს დავლიე. არავის არ გირჩევთ რომ გააკეთოთ. ენანებოდა იმდენად კარგი იყო. დასალევო. არავის არ გირჩევთ ამის გაკეთებას. არ გააფუჭოთ კოკაკოლა და ჩიფსი. არ გააფუჭოთ. კაი. აბა წავიდა. მართას ჯერია, სულ დაგვრჩა 2 კითხვა. ამოვიღე და აბა რა იქნება. მართა ყავს თუ არა კრაში? კი, კითხვა რომელიც არ ვიცი. ძალიან ბევრჯერ დაგვისვეს ყველა პლატფორმაზე. მან შენ თუ არ გახსოვს, მე მაგაზე უკვე გიპასუხეთ ყველას საერთოდ რომ არ მყავს კრაში და რატო მეკითხებით კიდე მაგას? არ ვიცი მართა ეს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებში ამოვიდა რა გავაკეთე. ზო, მორჩა. ანუ მეგობრებო, ამაზე კითხვები აღარ მიიღება. მორჩა, მართას კრაში ღებანდელი მონაცემებით არ ყავს და არც აპირებ? არა. არც აპირებს. კაი, გაგზელე. და ბოლო მეგობრებო. იმიტომ რომ საცხოვრობთ ძალიან მარტივად, საცხოვრობთ ძალიან მარტივად ბოლო კითხვა. ჩვენ ცხოვრობთ საქართველოში, ქალაქ რუსთავში. მოკლედ, ცხოვრობთ რუსთავში და ვაპირებთ რომ ვიცხოვროთ რუსთავში. იმიტომ რომ რუსთავი პატარა, მკვდრო ქალაქია. თავისი მინუსებით და პლუსებით, მაგრამ გვიყვარს ის ადგილი, სადაც დავიბადეთ. გვიყვარს ასევე ძალიან ბევრი ნათესავი, ბევრი ნაცნობი, ბევრი მეგობარი, უამრავი მოგონება გვაკავშირებს ამ ქალაქთან და ხო, მოკლედ რუსთავში ცხოვრობთ. მეგობრებო, სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო. მგონი ძალიან საინტერესო გამოვიდა. იმისთვის რომ კვირაში 2 ვიდეო გადავიღოთ, უბრალოდ უნდა გამოგვიწეროთ და რა ვიცი, დროებით. ვინც არ იცით, მართა და მე დავიბადეთ 2015 წელს, ხო? რა? შენ 2015 წელს დაიბადე, ჩემო კარგო?
წყდება ეს რაღაც ბაქში შევდიოდით და რამდენი წლისა ეგ ბავშვი და 7 უთხარა და 9 თუ 8 ვიყავი. გილასაც აუწყდება ხოლმე რამდენი წლის ვარ და ამასაც. მეგობრებო, შემეშალა. მე და მართა დავიბადე 2015 წელს ზორტენდარვალს მაგრამ დრო შევაჩერე და მე უფრო გავიზარდე 14 წლის უბრალოდ გავხდი ანთარა თავდაჯერებით ვიყავ თავდაჯერებული ვიყავი რომ მე და მართა ნამდვილად